წამოვიყვანე რაღაც ვანახე, ის ადამიანები 90% არც ერთი არ დამხვდა. 3 თვით ადრე ყველა გაიქცა თავისი დირექტორის ჩათვლით და მე მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ აი ეს არის ღალატი. და თქვენ ერთჯერ დამისვით ესეთი შეკითხვა, ასეთ ხალხს რა ქვიაო და არაფერი ასეთ ხალხს ქვია უნამუსო, უსინდისო და იქ როგორ ეძახიან, ხო ესეთი ხალხი არიან მოღალატეები, საერთოდ ვირთხებს ეძახიან. და ღალატი ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. კმაყოფილი თუ ხართ ახლანდელი თანამშრომლებით? უყურეთ როგორ არის. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ეს არ არის მარტივი. ამას ალბათ თითქმის ვერავინ ვერ შეძლებდა რას მე შევძელი. წარმოიდგინეთ, წაქცეული როცა ხარ და კრუგში არავინ არ აკავს. ინგა, რა არის ისიც საინტერესო და საქართველოს მოსახლეობას კეთი რა მინდა იცი უთხრა? აქ ისეთი ადამიანები იკრიბებოდნენ, პარადი რომ იყავს ქვეყანაში. და ყოველდღე ჩემთან რო იყვნენ. უჩემოდ 1 საათი რო არ შეეძლოთ და ის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს ციხეში მოკვდება, ვერ გამოვა, ვერასდროს ფეხზე ვერ დადგება და ახლა სად არიან? მე მინდა უთხრა იმ ძალიან მაღალ ჩინოსნებს, რომ უჩემოდ ერთი დღე რო ვერ რო ძლებდნენ. აი სად არიან დღეს, ხო? აი ზუსტად ეს არის ღალატი, ეს არის არაკაცური საქციელი და უსინდისობა და უნამუსობა მეტი რა არის. რაც შეეხება თანამშრომლებს, ვინც დამხვდა და ვინც ღირსეულია, თქვა, ყველა აქაა და ვინც უღირსია, არასდროს არ გამიჩნევია, ვინც არ უნდა იყოს. უღირსი, ჩემს შემდეგ მოყვანილიც გავყარე ყველა, რატომ ის პატივცემა, აი ის მოფერება, თავზე ხელის გადასმა, რაღაცას ასწავლი და გონიათ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი იციან. ესეთი ადამიანი არც ერთი არ გავაჩერე და აი ამ გაყიდვების მენეჯერებს მე ახლა თქვენ განახეთ. რაც შეეხება ჯეტურს, ხედავთ. ეს ჩემი ფავორიტი მანქანა. კი და ეს ჯეტური შენ იცი რომ ძალიან ბევრი ყავს. აი ჩათვალე რომ ნებისმიერი რაოდენობა ყავს ადგილზე, აი ნებისმიერი რაოდენობა და მოსახლეობას უთხრათ რომ მოვიდნენ და შეიძინონ. რაც შეეხება აი ამ ავტომობილებს, ეს არის ელექტროავტომობილი BYD, ესეც ყავს ელექტროც და გიბრიდიც რო ეძახიან. ნებისმიერი რაოდენობა. ახლა მოდი მაინც შევიხედოთ აქ რა არის ჯეტურის გაყიდვების